მე აქ ვამზადებ მეგობრებო, აი ამ სილამაზეს ეხლა უნდა შევფუთო, აი აქ. შემდეგ აი ეს საწოვარას დამჭერი, იესე ნახეთ როგორი ლამაზი გამოვიდა. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ ვისთვის მიმაქვს ეს სილამაზები ეხლა. აი ვერ წარმოგიდგენიათ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გეტყვით. ცოტა ხანში გაჩვენებთ. ზოგადად სადმე რომ მივდივარ ხოლმე, ყოველთვის გავდივარ წინასწარ და აი არასოდეს არ ვაგვიანებ ხოლმე, მივდივარ ადრე. მაგრამ არ ვაგვიანებ და დღეს არის მომენტი, როცა არ უნდა დამეგვიანებინა არავითარ შემთხვევაში და პირიქით ჩემს ინტერესებში იყო ვაგვიანებ, მაგრამ არა უშავს. თითქმის მოვედი მეგობრებო და უკვე მიხარია ვერ წარმოგიდგენთ მოხით. აი შეჩი ლამაზი საჩუქრები შევარჩია მათთვის. ხო გაჩვენებთ თქვენ, გაგიხარდებათ, დარწმუნებული ვარ. უნდა ვიაროსო. ხო ეხლა მოვედი refresh room-ში, აქედან ჩემი მარი, იცი რა მომწერა, შენ და მარი ჩემი დუო ხართო. ხო. ისე გამიხარდა, ყველას უყვარხარ სხვათა შორის. როგორი კარგი მეგობრები ხართო, გოგო. ხო, როგორ მესიამოვნა. ჩემი გულწრფელიკა. ხო და მე და მარი აქედან წავალთ მოლში. ნანუტას უნდა ზარაში. ზარა მინდა. H&M მანდა არ არის სამწუხაროდ. სტრადივარიუსი მინდა. ეს კაზაჩოკები სხვათა შორის საბერძნეთში რო ვიყიდე, ხო სტრადივარიუსში ვიყიდე და ნახეთ როგორ უხდება აი ამ თეთრ შარვალს. ძალიან მომწონს და ეს კამარი არის სხვათა შორის ზუსტად ამ ფერში და თემუდან. და ძალიან კარგი ხარისხის კამარია. აქ. ეხლა არის მე ვისაც ველოდები. აი აქ არის მისი მეუღლე. ორივეს ველოდები, რომ აი ეს ლამაზი საჩუქრები გადავცე. ძალიან მიხარია. პირველ რიგში მიხარია, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს ადამიანი, როგორც პიროვნება და როგორც მომხერალი, საოცარი ხმა აქვს, ვგიჟდები მაგის ხმაზე, საოცარი ნიჭის პატრონი არის და ეხა თუ ესმის ჩემი ქება დიდება შიგნით. მაგრამ როგორც არის რა, თქვენ იცით, რომ მე ძალიან მიყვარს და პირველ რიგში ამიტომ. მეორე იმიტომ, რომ თანახმა არის ჩემთან ითანამშრომლოს პარტნიორზე და ძალიან მესიამოვნა, იმიტომ რომ ყველა ამას არ აკეთებს. ასე რომ ნანუტა კიცი, მალე ლამაზ საჩუქრებს გადასცემს. თუნთულიკო შეცვან ჯანხარ. კამერაში ყველა დიდი ჩანს. მეც ყველა მაგას მეუბნება, რომ 1 + 6 კილო უეჭველი გაგვსო. ხო. კარგად იყოს და 3-2-1 სად ვართ? მოკლედ ესეთი სიურპრიზი გაგვიკეთა ჩვენმა ნანუტა კიცმა, რომელიც ბავშვისთვის რაღაც საყვარლობებს აკეთებს, ხო და ესე გვითხრა, რომ საჩუქრები გვაქვს თქვენთვის, ხო და ჩვენ პატარას ძალიან უყვარს თოჯინების თამაში, ხო და აი ესეთი საყვარლობა გამოგვიგზავნა. წარმომიდგენია ეხა უკვე ლილეთის სახე ამას რო ნახავს და უკვე წარმომიდგენია ბაიარო ყავს ჩაწვენილი აქ და როგორ ეთამაშება და იმაიმუნება. მადლობა ძალიან დიდი. ესენი რა არის? ლამაზი ფერებია. ამით გავამშრალებ ბაიას. ეს რა არის? ეს რაღაც ძალიან საინტერესოა. ცოტა ეს გამომიჩინეთ რა, ეს კადრში გავუშვი. ვაიმე, სოსკის საკიდი სწორად მივხვდი, ხო? და სახელი, ეგრე კი არ არის, ისე აწერია. ასე რომ ლილეთი იმედი არ წაართმევს. ძალიან დიდი მადლობა, ვისაც გავსი ნივთების
შეძენა გინდომებად იქნება სასაჩუქრად თუ თქვენი პატარებისთვის შეგიძლია ნანუტაკიც მიმართოთ და მიტანის სერვისი გვაქვს ყველაფერი გვაქვს რა ძალიან დიდი. კაი ამბავია და დიდი წარმატებები ყველაფერს ქართულს და ყველაფერს ნატურალურს. ძალიან კარგი იყო ყველა. ჩვენ კმაყოფილები მივდივართ საქმეები გაკეთებული გვაქვს. საერთოდ ესე იგი მე და მარი ერთმანეთს ვხვდებით. რა თქმა უნდა ეხა გასაჭორი თემა იმდენი მაქვს ხოლმე სალაპარაკოები და ჩემ დაქალს არ ჭირდება თურქული სერიალები. იმიტომ რომ ას ნანუტა იმდენი მაქვს ხოლმე მოსაყოლი და საჭირო. მაგრამ მე რა თქმა უნდა ეგრევე გვავიწყდება რომ სხვისი საქმე ჩვენ არ გვეხება. ჩვენი პრობლემები მოგვარდება. ეგრევე ბიზნეს ლეიდი გვერდება ორივეს და განვიხილოთ ხოლმე. წვანია. გავიკეთეთ. და სვას ზარაში მინდა რაღაცეები მინახა საახალწლოდ რაღაცა კაბა მინდა არ ვიცი მოკლედ რაღაცეები მინდა რომ ვნახო და რეფრეშმენტში რომ ჩავედი ჩემს გოგოზე გამახარ რომ მეც მივდივარ რომ მოლშიოდა და ჩემი და წამოვიყო რომ მე კახეთში მივდივართ და ესე მე და მარი წამოვედით მოლში აი თუნდულიკო შენ არა შენ არ ხარ თუნდულიკო ნუ კა თუნდულიკო შენ ჩიტო ხარ ხო და ეხა მე აქ დავრჩები გოგოები გააგრძელებენ გზას კახეთში და რა მშვენიერი გაჩერდი გოგო ნუ რა ვქნა ერთი საბერძნეთში ესე ხვდებოდნენ მშვენიერი ვაჟები და აქ არიან და ხომ დავღნიშნო ხო მაშინ მე უნდა მე აქ ვიღავით ჩვენ ასე ქვევი ჩავდიოდით საყარელი ადგილი შემოსული მაგარი. რატო? ადგილებია. ხა საერთოდ ამოხვიდეთ მას ჩამოვაიკო. წესით უნდა ჩამოვიდეთ. მაგრამ კიდე გაივლით ხა მოლში. ხوار გავიაროთ მარი. შევაი ხა ბანკში ფულს მოხსნი. წამოდი ხო და ჩიტო, გავტუნტულდეთ მოლში. რა გვენახულება? არც არაფერი. რაც არ გვიჭირს ფულია, დრო გვაქვს. სამსახურებს მოვჭით დღეს რამხელა საქმე გავაკეთეთ. რამხელა საქმე გავაკეთეთ, მარი. ხო. ამიტომ რა ვიცი. მე კმაყოფილი ვარ ძალიან კმაყოფილი ვარ. მაინც მოვიტყვე. ფული უნდა დამახერხო. წამოდი, იქ ხო და ობოდიში რა. შევანიცეს რა დაგახარჯინე 80 ლარი. ჩემს ოცნება აუხდი და ძილს შევამოწმენი და აი როგორ მარი წამოდი უეჭველი გლანდები გაქვს და უეჭველი გჭირდება. წავიყვანე და დავახარჯინე 80 ლარი. მიშულები ნუ ხმელოდა. ასეთი განათებები გჭირდება ჩვენ. მოიცადება ვნახო როგორ ახე. იცოდა აბა ყვითელზე დავდგეთ. არა. შენიერი ცხოვრება. დედა ჩემასროთი ხა. სამშო. ხო, წამოდი. აქ. ხო. წამოდი.
შემოვედით, რატო არა დასახარჯი გვაქვს? ესენი რა არის? ეს რა არის და რა არის? ეს არის მაგიდის დასაფლავი. საახალწლო. და უოჭველი ღირს ეს 2.90. ეს მატიკია, მარ. ხო. საყვარლობაა, ნახე, წითელიც არის. შეგიძლია? არა. აჩვენა. ვალა, 300. ხო. ისეთია რა, პროცესს სამზარეულოში რა დაკიდე ლამაზად და ჩანდეს. აუ ესენი მომეწონა ეს მატიკები. მაიკოს გაუხარდება გოგო აჩვენოთ თავისი მოლი. ნახე რა კაი სათამაშოებია. აი ეს ფერები მარ ნახე, კაპუჩინო 79 ლარი, 84 ლარი და 90 ფერი. კალათები. რისთვის არის ესენი? ნაგუს არის საჩუქრები რო ჩაყარო. აბა რა წერია არისო. საკმაოდ ძვირია, მე თუ მკითხავ ეს პატარა ნაწები. Yes. ეს ირემი კაია. Cool. ესენი გოგოგნომები. ესეთი მაქვს დიდი. ამაზე დიდი მაქვს. მინსკში ვიყიდე და როგორ ჩამოვიტანი გოგო. ნახე ბელორუსული პოლესია. ხედავ? ყველგან გვხვდება. მოვიხოდოთ ეხლა მეგობრებო. მოიხოდე გოგო. მიდი მითხარ მოვიხოდოთ. მოვიხოდეთ. გიშტები მაგას რო ამბობ. ეკრემე ვიხოდებით. ვედი მეგობრებო ზარაში ჩემთვის მინდა ვნახო კაბები და შემდეგ ავიდეთ ბავშვის სექციაში ზევით და ალექსანდრუშკასთვისაც ვნახოთ რაღაცეები. დღეს ჩემი მთლიანი ლუკი არის აი ესეთი. ჩემი თეთრი შარვალი და სტრადივარიუსის ახალი კაზაჩოკები ძალიან მომწონს. რაღა ახალი უკვე, მაგრამ ამ ტყავს ძალიან უხდება. ჩანთაც გვინდა ამის შესაფერისი, მაგრამ ესეც ძალიან რაღაცა მესაყვარლება. ყავის ფერზე, აი ეს ვარდისფერი ძალიან ლამაზია. ძენი წელსაც ძალიან მოთხოვნადია. ისეთი ფერი ძალიან ლამაზია სხვათა შორის და ჩაცმული სხვათა შორის ძალიან ლამაზია. ღირს ჩვენი ზამთრისთვის არის იდეალური. 259 ლარი. ძალიან თბილია. ჯიბეებიც აქვს. ძალიან ლამაზია. ეს შავი ტყავიც როგორი ტყავია მე მგონი ხო? ხო. ლამაზი დგომა აქვს. ჩემსას გავს. მაგრამ ამას ეს აქვს. ძალიან ლამაზია სხვათა შორის. ამ ფერშიც არის, ყავის ფერში თუ როგორი ფერია. აი ეს ფერები ძალიან ლამაზია. ეხლა წელს ძალიან მომწონს აი ეს ფერი. შავი ძალიან მომწონს, მაგრამ უკვე ისე რა. ისეც ლამაზი. ჩვენ გვაინტერესებს კაბები. ესენიც როგორი სოყვარი, ყველაფერი მომწონს, ყველაფერი მინდა. ეხლა всё შემოვედი, ყველაფერი მინდა. აი ეს ნახე იქაც სხვათა შორის. ეს ჩაცმული არის ძალიან ლამაზი. და ეხლა მე მგონი ფასდაკლება აქ არა, რაღაცა მომეჩვენა. ძალიან ლამაზია. მე რაღაცა კაბებს დიდად ვერ ვხედავ. მე როგორიც მინდა, იმას ვერ ვხედავ. ამაზე როგორი შეგრძნება მაქვს, ვიცით რომ გარეცხავ და ვიდეოები ხო გინახავთ. თოჯინის რო გახდება მე რაღაცა ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს ეგრე გახდება. ეხლა რო ზედა მაცვია, აი ეს long sleeve. ეს მე ვიყიდე ათენში, მაგრამ
აი აქაც არის, მე მგონი ეგენია კი. აი ესეთი არის ჩემი. ეს მაქვს ეს ფერი და გრაფიტი, სხვათა შორის ძალიან ლამაზია და ძალიან კომფორტულად ხმარო. შიგნითან ორმაგი ქსოვილით არის და ძალიან კარგია. ეს გამოიყო. ავერთი ეს კაბა მომეწონა სავით. ჩემს კაბზე ჩოკებს. მართალია ის არ არის, რასაც მე ვეძებ, მაგრამ არც ვიცი ის მაგის ხმა მომეწონება თუ არა, ეხა გავისინჯავ, მაგრამ უბრალოდ აი ამ კაბზე ჩოკებს ძალიან მოუხდებოდა. დავწყვიტე რომ ამისთვის გახდა არაფერს და დავკიდებ დავაგმო თავისად დროს. არ შემიძლია მეზარება. ისა ლამაზი გია. ანუ ცუდი არ არის, ძალიან ლამაზია, მაგრამ უბრალოდ ეს ის არ არის, ხა რაც ჭირდება. აი ბავშვებისთვის ეგრევე რო ამოდიხარ ხოლმე, ყოველთვის ძალიან ლამაზი კოლექცია. თუნდაც ეს ნახეთ როგორი ლამაზია. ამას უყურეთ რა საყვარლობაა. Что за блеск, что за шик. Вот за сапарлова нафиг. Айме. Цаламазия. ოქროს ფერებში. საკაი კოლექცია, მე თუ მკითხავთ. კიდევ ნახეთ როგორია. ეს ალბათ შარვალი და ზედა. ესე ერთად ძალიან ლამაზია. ესეთი არის შავიც. არა, უფრო სხვანაირია ეს. აი მე ამას უყურეთ რა საყვარლობაა. ოპა. საყვარელია. შავებიც. ბეჟებიც. აუ, ძალიან დიდი არჩევანია. აი მე რაღაცა მონბუთები მინდა ალექსანდრასთვის. შვენიერი იქნებოდა ეს. გუდაურისთვის. აუ ნახეთ რა კარგია. 169 ლარი ღირს. ბორდოს ფერიც როგორი ლამაზია. ძალიან ლამაზია, ულამაზესი. ვერცხლის ფერშიც არის. მოკლედ საახალწლოდ ბავშვებისთვის ძალიან კაი კოლექცია. რა ლამაზია, ამას უყურეთ. კიდევ აი ესეთები, აუ ეს ძალიან მომწონს. 199 ლარი ღირს. აუ ძალიან კაია. ახლა სიამოვნებით ვუყიდდი ალექსანდრას. ეს არის 34 ზომა, ალექსანდრას ჭირდება 33. ძალიან საყვარლებია. ფეხი ნამდვილად არ დაუსრულდება. კარგად მაღალზეც დგას. ძირი აქვს ისეთი, რომ შანსი არ არის, არ დაუცურდება. თან ისეთი რეზინია, ანუ ყინვაში რომ პლასტიკივით იქცევა და თითქოს ციგურებზე დგახართ, ეგეთი არ არის რა, ძალიან კაი ძირი აქვს. აუ ძალიან მომწონს. ჩვენი ზომა არის რუსთაველზე. აი ამას ახლა სიამოვნებით ვუყიდდი ალექსანდრას. მთელი ზაფხული რა არის, მთელი ზამთარი იდეალურად გამოიყენებდა რა. არ შემეშინდებოდა რა ფეხი აქვს ცივი. 199 ლარი ღირს. აუ ძალიან კაია. მოიცადეთ ერთი ისინიც ვნახოთ. ну ეხა ამას ბევრად დიდი ისა კარგი ვიდეა, მაგრამ ეს ვინც არ არის ახლა ცუდი. არა ისინი ჯობია ბევრად. და საერთოდ მე თუ მკითხავთ მონბუთები უნდა გქონდეს ზამთრის კურორტისთვის ალექსანდრას. კიდევ ეს კეტები მომეწონა. აგებიც არის ესეთი. აბა ესენიც მომეწონა. ნახეთ რა კაია. ჯინსებზე, მაგრამ ზამთრისთვის არ არის ეს. ამზარაში ვიყავი ალბათ 9:05-ის წინ და ეს არ მუშაობდა. დღესაც არ მუშაობს. აურა საინტერესოა აქ თუ არის ამ მეგალაინ რამეს გავსი მაღაზია, სადაც მონბუთები იქნება. მაინტერესებს ალექსანდრას ზომა მონბუთები თუ არის. ეს შინელება. ჩამოვედით. წავედით.
ხოდა არის თქვენ ეცი მომბუთებს ცოტა ანუ ცოტას დაამატებ და მომბუთებს უყიდი. ეს 199 ლარი ღირს. ერშკაში შევიდეთ მეგობრებო. როგორი ქურქია. ჩვენ გვინდა კაბები, ნანუ და არ გადაუხვია. აუ როგორ მომწონს აი ეს ფერი, ვერ გიხსნით. არსად არ გადაუხვია ნანუ და მეტი არაფერი არ გჭირდება მხოლოდ კაბა. კაბაზე ხარ მოსული. კაბა თუ იქნება ლამაზი კაბა, უნდა იყიდო. მაგრამ ახლა ესეთი კორსეტები ნახეთ როგორ მომწონს, იცით ახალ წელს ძალიან ლამაზია, მე თუ მკითხოთ. ოდეა ესეთი. ნუ ხო ეხლა ცოტა ისე მოგეჩვენებათ, რომ ძალიან ღია და თამამია, მაგრამ ახალი წლის ღამისთვის ქვედა ბოლოსთან ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი უნდა იყოს. ესეთი ღირს საინტერესოა. არ ღირს ძვირი საერთოდ 75 ლარი. რა ვიცი რო გითხრათ რომ დიდად რაღაცით აღფრთოვანდი, რა თქმა უნდა არა. წავიდეთ ეს ბერშკა, სადღაც სტრადივარიუსი, წინ არის სტრადივარიუსი, წავიდეთ სტრადივარიუსშიც ნახოთ. ჩები გამომიშრა, უნდა დავიტენიანო. კაბამ ჩემი ყურადღება მიიქცია. მაგრამ ამ წელს წითელი არაო. თუმცა ასე ლამაზად გამოიყურება. ამ სტილში მაგ შავი, ოღონდ გრძელია, ცოტა გრძელია. ზუსტად ესეთია ყელიც და მკლავებიც, ოღონდ გრძელია და შავია. ეს ყოველთვის ესია, როდესაც რაღაცის ყიდვა გინდა და გაქვს ამისთვის გადადებული რაღაცა თანხა, არასოდეს არაფერი არ არის შენი მოსაწონი და როცა არ გაქვს, იმდენი კარგი რაღაცა არის, რომ სად გინდა რომ წახვიდე. ეს იმას რატო არ მაქვს ახლა? არ ვიცი. მე მგონი ის დროა უკვე სახში მივდიოდა, მაინც არაფერი არ მომეწონა. აი, წამოდით გავიაროთ, ნახოთ ერთი იქით აგრეთ ხდება. იქნება ალექსანდრეს კაცის მომბუთები ვნახოთ. ლამაზი. აი მომბუთებისთვის არ დამენანებოდა ფული და ვუყიდდი ალექსანდრას. მაგრამ მართალია იმდენი ღირს ჯობია დაგენანოს ნანუტა. იმიტომ რომ ძალიან მალე იზრდება ფეხი და ეგრევე უპატარავდება ყველაფერი და აი ნიუ ბალანსები რო აქვს, ზარას კაზაჩოკები რომელიც ყველა გიზდება. ყველაფერი უნდა გავყიდო, ყველაფერი. თუ ვინმე იქნებით მსურველი, გამიკავშირდით, იმიტომ რომ იდეალური მდგომარეობაშია და ეს რაღაც ახალია. ორი ლამაზი არჩევანია, ამას უყურეთ და კიდევ ფუჟერები. აი ესენი ნახეთ როგორი ლამაზია. რათ ეძება ხოლმე ის საჩუქრად მაგალითად დედამთილს რა ვაჩუქო, იმას რა ვაჩუქო, ამას რა ვაჩუქო და უბრალოდ ეხლა ნახეთ როგორი ლამაზი ფინჯანი თავისი ფიალით, თავისი ყუთით, ვფიქრობ რომ ძალიან ორიგინალური საჩუქარია, ნახეთ. ეხლა რა ვიცოდე რომ დედა ჩემს უყვარს ესეთი ჭიქა, აუცილებლად ვაჩუქებდი ღირს 32 ლარი და აი მართლა მგონია რომ იდეალური საჩუქარია ახალ წელს. ჩემს დედამთილს უყვარდა ხოლმე და ვყიდულობდი ხოლმე, ოღონდ მაგას ძირითადად ყვავილებით უყვარდა ხოლმე და ესეც ნახეთ როგორი ლამაზია და როგორი ნაზია, ძალიან ლამაზ ფერებია. არის სხვადასხვანაირები ჭიქები, ნახეთ. ძალიან კარგებია, ძალიან კაი რაღაცებია ამ მაღაზიაში. რაღაცა მეგონა რომ რაღაცა ზესასწაული თანხა ღირდა ყველაფერი, მაგრამ საერთოდ არა. ძალიან ზომიერად მისაღები, ესეთი კარგი ფასებია. ის ოქროსფერი მომეწონა რატომღაც, მაგრამ სანაყინი არისო. უფრო სანაყინეო და შამპანიურს რა უჭირს.
ფოტოებში ძალიან ლამაზი იქნება. მოვიდა და Zara Home-ში არ შემოვიდა, ხო გამორიცხულია. აქაც არის შამპანიურის ჩიქები, ნახეთ. ლამაზია, როგორი ორიგინალურია და ღირს 25 ლარი. მაგრამ ღირს 25 ლარი, ნახეთ, როგორი ლამაზია. ძალიან ლამაზია. ესეთებიც. რაღაცა იქ განსხვავებული ჩიქები მომწონს ახლა. და ხვინის აღარ მინდა ხოლმე, რატომღაც მინდა სულ შამპანიურის, არ ვიცი რატომ. ასუყურეთ რა საყვარელი. ლამაზია. ესეც როგორი საყვარლობაა. ყველაფერი ისეთი ლამაზია, ყველგან მინდა ფოტოები გადავიღო. გიჟდები Zara Home-ზე. მოგეკეთებო. პიჟამოები, როგორც ქალის კაცის ღმერთო, როგორი ლამაზია ყველაფერი, ამას უყურეთ. ზასი ლამაზია. ძალიან. საყვარლობაა. ესეთებიც. მამაკაცების ნახეთ რაზე ორიგინალურია ყველაფერი. Вот. მე წავედი სახლში. დავიღალე ბოდიალე. რაც მინდა და ის მაინც არ არის. და რა გავაკეთე? კაი მანგოშიც შევიდეთ ნახოთ. ლამაზი კაბაიტი მანგოში მაინც იყოს. არ ვიცი რატო ხდება ჩემს თავს ყოველთვის ეგრე, რომ როცა მე მინდა, მაშინ არაფერი არ არის. მართლა ეგრეა. თქვენთან როგორ არის ხოლმე? როცა უნდა იყიდა, მაშინ არ არის. როცა არის, მაშინ ფინანსები არ არის და ესე. ეს ძალიან ლამაზია. რატომ მომწონს ეს ბოლო პერიოდი, რაც ბუჯღვიალებს ყველაფერი. მაგრამ ჭყველა ზოგადად მას უქებს. ისედაც ხო არ ვარ გამხდარი, მაგრამ ჭყველა ბევრად მას უქებს. არ არის არაფერი არ არის ისეთი რაც მოგეწონება და ვაუ იტყვი და მინდა იტყვი ვაფშე არ არის. ეხლა ეს რა შესაძლია? მე არ ვიცი. აი ეს რა შესაძლია? აი არაფერი არ მოგეწონება საერთოდ.